აბსოლუტურად წარმოუდგენელია საქართველოს განვითარება, როგორც ქვეყნის ქართული ეკონომიკის, ქართული კულტურის შენარჩუნებაც, მათ შორის თუ არ ვიქნებით დასავლეთზე ორიენტირებული, მათ შორის თუ ევროკავშირის წევრი არ გახდებით. ეს არის ვიდეო, რომელიც ძალიან მოკლე კადრში ხსნის, რატო ვერ ამარცხებენ მედასავლეთეები ბიზნესს. რანაირადაც ესენი ხატავენ პროდასავლელებისთვის ხო სამშობლო ეღუპებათ. და აი რო ფიქრობ, რომ აი სამშობლო რო გეღუპება ტრაგიკულობით, მაგისი ანალოგი რა არის და მაგალითად აი ვიღაცაა რო შენ ცოლშვილს გიკლავდეს, ხო არის ეგეთივე სიმძიმე სამშობლო რო გეღუპება რა და წარმოიდგინე რომ ვიღაცა ცოლშვილს გიკლავს და უნდა გამოხვიდე იმის წინააღმდეგ პიკაჩუს ბანში რო გაიჩიტო რა. ხო მოკვდა იქ აი მთელი დრამატულობა, ტრაგიზმი, შენი სიმართლე, სამშობლო თუ გეღუპება, ცოლშვილს თუ გიკლავენ, სისხლიანმა პუტინმა თუ შვილი ბავშვების სისხლი უნდა დალიოს, რა გეღადავება? აქეთ რომ ბიძინა არის და აქეთ არის პიკაჩუ. მოიგებს ბიძინა რა, რანაირად არ უნდა მოიგოს ბიძინამ, როცა მეორე მხარეს არის პოკიმონების, საკაცუკების და რაღაცა ზოოპარკი გაურკვეველი პერსონაჟების